კონფლიქტები იყო მთავარი, ხო, თქვენი სამინისტროს და თქვენი მინისტრობის დროს. შესაბამისად, ეხლა თქვენი პოზიცია გაგვიზიარეთ შერბილებულ ტონთან, როგორც ხატიამ განაცხადა და იმ მიმართულებებთან, რომელიც აქვს აღებული ხელისუფლებასაც და ბიძინა ივანიშვილსაც. მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, ცნობილი ანდაზა არის ეგეთი, რომ ყოფილები არ არსებობენო და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მე რო ხატიას საკუთარი აზრები მომესმინა დღეს, მაგრამ ეხლა ერთი კალკირებული აზრები, რომელიც ერთ და იგივეს ლაპარაკობს ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი ყველა ეთერში და ყველა გამოსვლაში ზუსტად ერთი ერთზე. რაღაცა თქვენი თქვით და შენი თქვით და ეხლა თან ლაპარაკობ რომ წარსულშია ეს და თან ეხლა ზუსტად ერთი და ისე იგი აბსოლუტურად ერთი იდეოლოგიის ეხლა ეგრე ცხოვრება როგორ შეგიძლია ჩემთვის გაურკვეველია მე მინდა გითხრათ იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ხო უნდა დამთავრდეს რაღაც ეტაპი და მეორე ეტაპი დაიწყოს მით უმეტეს როცა ეს ეტაპი არის სამარცხვინო და საუბედურო ქვეყნისთვის. რაღაც მომენტში უნდა დადგეს დრო, როდესაც უნდა გაიწიოთ ამისგან და ეხლა თუ გინდა რომ ჩარჩე ამ ნაციონალური მოძრაობის სუპეში შეგიძლია ჩარჩე. დღეს შენი ლაპარაკი არის ერთი ერთზე, რასაც ლაპარაკობს ციკლაური, რასაც ლაპარაკობს დარჩიაშვილი, რასაც ლაპარაკობს ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი, იმიტომ რომ სხვა არგუმენტი იმ იდეოლოგიას არ აქვს. შერბილებული ტონი რუსეთთან რას ნიშნავს? როდესაც ყველა შეხვედრაზე ღარიბაშვილი იქნება, ბიძინა ივანიშვილი იქნება, მიუნხენი იქნება, ბრიუსელი იქნება, ცალსახად არის ლაპარაკი, რომ არ არსებობს არც ერთი იოტისოდენა შანსი, რომ საქართველოს გადაუხვიოს ევროპულ კურსს. იოტისოდენა შანსი არ არსებობს. 9 ჯერ გაუსვა დღეს ხაზი ამას ბიძინა ივანიშვილმა, რომ არც ესეთი ძალა არსებობს, არც არანაირი პროვოკაცია არ არსებობს. ვერაფერს ვერ განახორციელებს ვერავინ, ეს არის შეუძლებელი, ეს კურსი არის შეუცვლელი და მივა ბოლომდე. მეცაც გეტყვით, არა მარტო ასოცირებულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, არამედ ყველანაირად ეცდება რა რაც შეიძლება სწრაფ. ზუსტად იგივე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე. ზუსტად იგივე ერთი ერთზე, რომ არ არსებობს არც ერთი იოტისოდენა შანსიც კი, რომ რამე ძალამ გადაახვევინოს საქართველოს. მეორე, ეხლა შენ თუ ფურთხება გინდა მაინც და მაინც იყოს რუსეთის მიმართულებით, შედეგი კი მიიღეთ. შენი ჩატარებული ჰუმანიტარული შტურმი მახსოვს, უშიშროების მინისტრის მოადგილე რო იყავი, ცხინვალის რეგიონში და ეს დავთავრდა ავანტიური ერთი წუთით. შენ კაბინეტში ეკიდა ის ჰუმანიტარული შტურმის რუკა, ჩემი თვალით ამაკ ნანახი. ასე რომ არ გვინდა ეხლა რა, თქვენი პოლიტიკა სინკაცრის რუსეთთან სანამდე მივიდა და რას ანხორციელებდი და თქვენი ბელადები რას ანხორციელებდნენ და ზუსტად ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეხლა სკამზეზის, მე კარგად ვიცი, ეს ყველაფერი დამთავრდა სანაკოევის მეოთხე პრეზიდენტით არჩევით, რომელიც სრული კატასტროფა იყო საქართველოსთვის და 2008 წლის სამარცხვინო ომით. და მანამდე იყო ავანტიურა 2005 წლის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზურაბ ჯვანიას ჩარევით იყო გაჩერებული და ამერიკელების თორე საით მიდიოდი და რას აკეთებდით ის მოვიმკეთ ეხლა. დღეს არანაირი შერბილება კურსში არ არის, აპირიქით. მე ვფიქრობ ესეთი მიზანმიმართული თქვენც არ იყავით მაშინ. დღეს არის ლაპარაკი იმაზე, რომ არ არსებობს სხვა არჩევანი. აგვისტოში ჯერ იყო წლის ბოლოს, მერე გადმოიწია სექტემბრამდე, ეხლა გადმოვიდა აგვისტოში. რომელ კურსზე, რომელ შერბილებაზეა ლაპარაკი, რო არ ვიგინებით და რო არ ვიფურთხებით რუსეთის მიმართულებით და ფეკალიებზე რო არ ლაპარაკობთ, რომელზეც ლაპარაკობდა თავდაცვის მინისტრი შინაგან საქმეთა, ეს არის შერბილება კურსის. ნუ თუ შერბილება, მაშინ კი ბატონო.